მიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი ძმა. ძალიან ღარიბა და საწყლად ცხოვრობდნენ. უფროსი ძმების სახელები აღარავის ახსოვს. უმცროს კი ჭინჭრაკა ერქვა. ძმებმა თქვეს: ასე შინჯდომით მზამზარეულად არაფერი მოგვივა. წავიდეთ სადმე, ან სამუშაო ვიშოვოთ, ან და მოჯამაგირეთ დავდგეთ. თქმა და ქნა ერთი იყო. ადგნენ და გაუდგნენ გზას. ჭინჭრაკა ხელმწიფეს დაუდგა მოჯამაგირეთ. ხელმწიფეს გაგონილი ჰქონდა ჭინჭრაკას ეშმაყობა და ერთხელ უბრძანა: ამა და ამ დევს ოქროს ხელადა აქვს და უნდა მომიტანო. ჭინჭრაკამ მოახსენა: ერთი წერაქვი და მიჩაბი მომეცი და მე ვიციო. მისცეს წერაქვი და ნიჩაბი. ჭინჭრაკამ წაიღო და ხელადის მოსატანად წავიდა. იარა და მიადგა ერთ გორაკს. ამ გორაკზე დევის სახლი იდგა. ჭინჭრაკამ დაუწყო მიწას თხრა. თხარა და დევის ტახტის ქვეშ გავიდა. ხედავს ხელადაც იქვე დგას. გაუხარდა და ხელი დაავლო. დევს კი ერთი ოქროს ფანდური ჰქონდა, რომელიც რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, მაშინვე იტყოდა. დაინახა ამ ფანდურმა როგორ მივარდა ჭინჭრაკა ხელადას და დაიძახა: არიქა, ჭინჭრაკამ ხელადა მოიტაცა. წამოხვდება დევი, იცქირება აქეთ-იქით, მაგრამ ჭინჭრაკა არსად ჩანს. ხელადა კი იქვეა. ისევ ამოძრება ჭინჭრაკა, ისევ სტაცებს ხელს ხელადას და ფანდურიც ისევ დაიყვირებს. დევი წამოხვდება. ხელადა იქვე დგას. გაჯარდა დევი, ეგონა ფანდური მატყუებსო და მის ყვირილს ყურადღება აღარ მიაქცია. ჭინჭრაკამ მესამედ სტაცა ხელი ხელადას და წაიღო კიდეც. გაიხედა დევმა, სადღაა ხელადა? წამოხვდა და ჭინჭრაკას გამოუდგა, მაგრამ ჰეჰეჰეი, რაღაც დაეწეოდა. მაშინღა მოკრა თვალი, როცა ჭინჭრაკამ ბეწვის ხიდზე გადაირბინა. კიდევ მოხვალო, მიაძახა დევმა. ისე მოვალ, როგორც სიძე ბატონიო. ხელადა ხელმწიფეს მიუტანა. ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა, ეს რა ბიჭი ყოფილაო. ცოტა ხნის შემდეგ ჭინჭრაკა ხელმწიფემ მეორედ დაიბარა და უთხრა: ჭინჭრაკა, წადი და იმ დევს რო ფანდური აქვს, ახლა ის მომიტანე. ადგა ჭინჭრაკა და წავიდა. გაძვრა ხრელში და დევის ტახტის ქვეშ მოიკალათა. როგორც კი დევმა პირი მიიბრუნა, ჭინჭრაკამ ხელი წაავლო ფანდურს. ფანდურმა ყვირილი მორთო, ჭინჭრაკამ მომიტაცაო. ჭინჭრაკამ ფანდურს ხელი დაავლო, ხრელში გაძვრა და მოუსვა. ის იყო ბეწვის ხიდი გაირბინა, რომ დევმა თვარი მოჰკრა. ჰეჰეი, ჭინჭრაკავ, შენი იღბალი რომ გამასწარიძაცა, აქ აღარ მოხვალ. ისე მოვალ, როგორც სიძე ბატონიო, მიუგო ჭინჭრაკამ. მიუტანა ჭინჭრაკამ ხელმწიფეს ფანდური. ხელმწიფეს ისე გაუხარდა, აღარ იცოდა რა ექნა. გამოხდა ხანი. ხელმწიფემ ისევ დაიბარა ჭინჭრაკა და უთხრა: უნდა წახვიდე და ის დევი მომიყვანოო. შეფიქრიანდა ჭინჭრაკა, მაგრამ აბა ხელმწიფეს უარს როგორ ეტყოდა. ბოლოს უთხრა: მომეცი სადურგლო იარაღი და მე ვიციო. მისცეს კვერი, ხელეჩო, ხერხი, შალაშინი და ყველაფერი რაც საჭირო იყო. მივიდა ჭინჭრაკა და დევს გამოეჭიმა. დევმა ხედდა და ჰკითხა: შენ ჭინჭრაკა არა ხარო? რა ჭინჭრაკა? რის ჭინჭრაკა? ერთი საწყალი დურგალი ვარ. ფიცრებს ვეძებ, კიდობანი უნდა გავაკეთო. მიუღო ჭინჭრაკამ. ერთი კიდობანი მეც გამიკეთეო, სთხოვა დევმა. ძალიან კარგიო, უპასუხა ჭინჭრაკამ. გააკეთა მაგარი კიდობანი და ჩასვა შიგ დევი.
ერთი კი შეტორტმანდა დევი და მილეწ-მოლეწა კიდობანი. გააკეთა მეორე. დევმა ისიც დაამტვრია. გააკეთა მესამე, ეს კი ძალიან გამძლე გამოდგა. დევი კიდობანში ჩაჯდა. ჭინჭრაქამ კიდობანს თავი დაახურა და დალურსმნა. გაუკეთა ბორბლები და გორებ-გორებით წაიღო. გამწარდა დევი. ბევრი იბრძოლა, მაგრამ კიდობანს ვერაფერი დააკლო. მიაქვს ჭინჭრაქას კიდობანი. უსკდება დევს გული. უთხრა ჭინჭრაქას, ბეწვის ხიდზე რომ ლიქნებით გამაგებინეო. უნდა ჭინჭრაქა ხიდიდან გადააგდოს. ჭინჭრაქა ბეწვის ხიდს გასწდა და დევს მაშინღა უთხრა, აი ახლა ვართ ბეწვის ხიდზეო. გაიც გამოიწია დევმა, მაგრამ სად გადააგდებდა, ბეწვის ხიდი აღარსად იყო. მიუყვანა ჭინჭრაქამ ხელმწიფეს დევი და უთხრა, ერთი დიდი კიბე მომეცითო. მისცეს კიბე, მიადგა ერთ მაღალ კოშკს, ზედ აძვრა და კიბეც თან აიტანა. მერე დაუძახა ხელმწიფეს, აი ახლა ახადეთ კიდობანს თავიო. ახადეს კიდობანს თავი, ამოხტა გაბრაზებული დევი, დაერია იმდენ ხალხს, ხელმწიფეს, ნაზირ ვეზირებს და ჯარჯამააცსაც. ეძებს დევი ჭინჭრაქას მისი ჯავრის ჭირს უნდა ისიც გადაყლაპოს, ჭინჭრაქა კი არხეინად ზის კოშკის თავზე. ბოლოს დაინახა დევმა ჭინჭრაქა და შესძახა. ჭინჭრაქაო, მანდ როგორ ახვედიო? როგორ ამოვედი და მოვაბროვე დიდძალი თივა, მოუკიდე ცეცხლი, შევარდი შიგ და ალმა აქ ამომიტაცაო. გაიქცა დევი და მოაგროვა თივა ერთ ადგილზე. მერე მოუკიდა ცეცხლი, ჩახტა შიგ და დაიწვა. ჭინჭრაქა კოშკიდან ჩამოვიდა. ხელმწიფობა იმას დარჩა. მოიყვანა ძმები და ცხოვრობდნენ ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი.